ეგ არის ძმაო. აჰა, რამდენი ვიჩალე ამის ჩარა დაყენებაზე. მოკლედ, ეს არის პირველი პოდკასტი. ანუ კი იქეთ რაღაცები გადამიღია, იქ გადამიღია, მაგრამ აქეთ პირველი პოდკასტია ძალიან ძვირფას ადამიანთან. რა ვახარ ძმო? 1-3 საათია მე და გიუბაზრობთ ერთმანეთთან, მაგრამ ეხლა თქვენ ხომ უნდა გეგონოთ რომ ეხლა დავჯექით და ეხლა ვნახე კაცი. როგორც ხდება ხოლმე? სინამდვილეში ამ პოდკასტის ჩაწერის იდეა მოიტანა იმან რომ დავჯექით და ვთქვით ისევ რა მე ერთი პოდკასტი ჩავწეროთო სადაც ამადამ თემებზე ვილაპარაკებთო და დავай მეთქი დავждეთ და ვილაპარაკოთ მეთქი რა. ეხლა ვინც არის ითქიო საიდან დაიწყო თავის საქმიანობა ეხლა უცებ იტყვის არ გაცადე ლაპარაკი. ხო რა ვიცი. გამარჯობა პირველ რიგში მივესალმები ყველას ვინც ახლა გვიყურებს. შენს მოგესალმები კიდევ ერთხელ სტანდარტულად და კარგად შე როგორ ხარ? ანუ ჩვენი პირველი გადაკვეთა მე და გიორგის იყო ონლაინ კურსით. კურსი მოგყიდე? კურსი მომყიდე, ხო, მომყიდე კი. და მე და რა კურსი მომყიდე, მოკლედ. თემა იყო ესეთი, რომ ჩემი საქმიანობა იყო სანამ გიორგის კურსი ვიყიდიდი, პარიზში ცხოვრობდი, ახალი წასული ვიყავი და რათა ერთი მანქანა დავითრიე, მოკლედ ჟარგონულად რო ვთქვათ, მანამდე ჩემი საქმიანობები ვინც მიცნობს კი იცის. ვინც არ გიცნობს იმან რომ იცოდეს? მანამდე ვიყავი 12 წელი სამხედრო, თადარიგის ოფიცერი ვარ, შენ კი იციქიო. და შემდეგ რიგი მიზეზების გამო მომიწია პარიზში წასვლა, არანაირი სამსახურის გამო, არანაირი პრობლემები, უბრალოდ ჩემ საყვარელ ადამიანს, ჩემ დასჭირდებოდა ყურადღების მიქცევა მეტი და კიდევ რაღაც მიზეზები იყო, რის გამოც ჩავედი პარიზში. შენს და ჯანმრთელობის პრობლემის გამო. კი ბატონო, ამის გამო ჩავედი და ნუ რაღაც უნდა მეკეთებინა, ხო? გადავწყვიტე, რომ შემესწავლა ბაზარი, რა იყო ყველაზე ისეთი მოთხოვნადი და ნუ ტურიზმის სფეროში ახლა პარიზი არ უთმობს უკვე რამოდენიმე წელია პირველობას არც ერთ ქვეყანას ესე რო თქვა რა როგორც ქალაქი. ხო. არა მარტო რამდენიმე წელი არ უთმობს პირველობას შეიძლება თქვა დუბაიზე, იმიტომ რომ მანამდე არ იყო, მაგრამ რა პარიზი როდის არის? სულ არის კი და დავიწყე ერთი მანქანით რაღაცა ტაქსაობა ესე რო თქვათ ერთ ქალაქში გადაადგილება ერთ-ერთი აპლიკაცია გამიყოლეს თემაშია რა. და მოკლედ ეს ქალაქი რომ მესწავლა და შემესწავლა როგორი იყო ეს ქალაქი და პარალელურად მიმიღო რაღაცა შემოსავალი ხო. ნუ ეს აპლიკაცია ჩავთე და ეს გამიყოლეს თემას ვაკეთებდი, თუმცა პირდაპირ ფინანსური კუთხით ჩათვალე რომ საერთოდ არაფერი შემოსავალია რა ძალიან მიზერულია, მაგრამ სამაგიეროდ არის ის რომ თელ ქალაქს სწავლობ. შემდეგ ახლა ნახე იმდენად მარტივად თქვა და იმდენად სწრაფად თქვა გიომეს რაღაცა რომ ბევრი არ მიაქცევდა ყურადღებას რა. ადამიანმა ნახა საშუალება სადაც აქეთ უხდიდნენ იმაში რომ თვითონ სწავლობდა ქალაქსთან. ვიღაცისთვის ნახე გააჩნია რა რაღაცა ერთ და იგივე საკითხს როგორ უყურებ რა. ვიღაცა იყო პარიზში და ტაქსაობდა და ცოტას გამოიმუშავებდა, მაგრამ გიორგი ქალაქს სწავლობდა და აქეთ უხდიდნენ. ნუ მოკლედ ეს იყო კარგი საშუალება იმისათვის რომ შემესწავლა ეს ქალაქი, თვითონ ხალხი, პლუს კულტურა და შემდეგ და ნუ შემდეგ უკვე აეროპორტების თემა დავამუღამე, როგორ ხდებოდა, მაგრამ აეროპორტის თემის დამუღამებაში რა იგულისხმება? ანუ აეროპორტებიდან გადაადგილება, რა მოთხოვნა იყო ბაზარზე, ქართველები რომ ჩამოდიოდნენ ძირითადად და თვითონ რომელი აეროპორტს ჰქონდა და შემდეგ ერთი მანქანით დავიწყე, როგორც უკვე გითხარი, მაგრამ იდგა პრობლემა რაა, რომ იყო გაყიდვების პრობლემა. ანუ როგორც უკვე გითხარი, 12 წელი მე ვიყავი სრულიად სხვა სფეროში. ხო. ანუ ჩემი სფერო არ იყო მარკეტინგი და გაყიდვები, ხო? ჩემი სფერო იყო ძალოვანი სტრუქტურა. და ეხლა როგორია, გადადიხარ სფეროში, სადაც გაყიდვები უნდა აწარმოოს, სწორად და სრულიად სხვა ტიპის მომხმარებელთან კომუნიკაცია გიწევს. ხო. უკვე ამ პრობლემაში ვდგავარ, რომ ეს უნდა დავალაგო, ეს თემა უნდა წავიდეს როგორღაც, ჯერ Facebook-ზე ვზივარ, რაღაცა პეიჯის არა მაქვს, მაგ დროს შექმნილი რა, საერთოდ გიორგი პარიზის პეიჯი არაა, ვაფშე შექმნილი შენი კურსი რო ნახე რა. ეს კაცი ნახეთ Facebook-ზე და საფრანგეთში და არა მხოლოდ ცოტა ხანში გაიგებთ რა, არა მხოლოდ რაც უნდა დაგჭირდეთ, ამაზე სანდუკაც ვერ ნახავთ. მადლობა გიო. ესეთი თემაა, რომ ხდება გიორგის კურსი. ჩემი რამე კურსი შეგხვდა. კურსი რა, ესეთი თემაა რა, როგორც არის ხოლმე რომ სანამ კურსი ჩაეშება, მანამდე
გვეუბნება რომ რა კურსი შეიძლება იყოს და რა შეიძლება მივიღოთ აქედან. და ამ კურსს ვისმენ, მაგრამ როგორი თემაა, იცი, წინა დღეს მთელი ღამე ვიმუშავე, მაგრამ 20 евро მიდევ ჯიბეში და კურსი ღირს ამ დროს რამდენი ღირს, იცი, 1000 ფასაკლებით იყო სხვათა შორის, ეს რომ უნდა მოგესწრო 24 საათში ეგ თემა მათ რა, 24 საათში უნდა მოვასწრო და 1300 რაღაც აღარ მახსოვს კურსი და როგორ უნდა ვიშოვნო რა, სხვა თემა არ არის, უკვე როგორ ვარ იცი, შანსი გამოსაუთხე და როგორ რაღაცაში, რომ აი ეს კურსი უნდა ვიყიდო და ნათელი წერტილია. ანუ ამან უნდა მომცეს ის რა მიზანიც მაქვს. მოკლედ დავიწყე ამ ფული ჩალიჩი რა, აბა გადარეკვა იქ გადარეკვა და თან გეკითხებია რა თქინდა და მოკლედ შენ თუ ეხლა ამ თანხას მომცემ, შენ თელი ცხოვრებას მჩუქნი, ანუ რა რომ მიზნავდე მიყავა რა დიდი მიზანიც მაქვს. უბრალოდ ეს უნდა მომცე რა, ეგეთი თემაა რა, რომ თა როგორ რაღაცა იცი რომ ხო იცი როგორ ხდება ხოლმე თავიდან რა, რომ სანდოდ კი აღვიქვი ეს პიროვნება ეხლა არ ვიცნობ გიორგის, მაგრამ თან ვერ ვეუგნები ხალხს რომ აი კურსი უნდა ვიყიდო და ამით ვიჭირდება ეხლა შეიძლება ვიღაც შემომიწერა და კაი რა კურსი ძმაო ბოლო ეს თეთრი მიდევს და სიმართლე რომ გითხრა მე თვითონ ჩემ პირველი მენტორი ვინც ხო გრანტ კარდონე მაგის რას პროდუქტი ეგრე ვიყიდე შევარდი ანიკას მაშინ ქეთო იყო 6 თვის თუ რაღაც თვეების ქირით ცხოვრობდი დიღომში სადღაც ბიჭო და შევარდი ანიკასთან რომ მეთქი ხო რაღაცა ეს ნო ვიყიდო მე ღამე იყო ოღონდ 3 საათი შენთან არ ვიცი რომელი საათი იყო რა ეგრე ვიყიდე შუა ღამისას აი მართლა სადღაც 3-4 საათი გამთენია უჯექი მე ერთ-ერთი კურსი რომელმაც ჩემი შედეგები და ცხოვრება ძალიან შეცვალა მეც ეგრე მაქვს ნაკიდი ხო და ნახე ზუსტად ეგ გვაღებინებს შედეგებს რომ შენც იმ დროს როდესაც დარწმუნებული ვარ ღამეს ათენებდი ზუსტად ფიქრობდი საქმეზე და შენ მიზნებზე როგორ მისულიყავი სწორად იმ მიზნებამდე და აგესულებინა ის ოცნებები რაც გააქვს და მე ვიცი უკვე რომ შენი რაღაც მიზნები ერთ-ერთი დიდი მიზანი რომ გეყიდა სახლი ასულებული გაქვს უკვე და ვიცი კიდევ ბევრ მიზანს მიაღწევ. ბიჭო, ნახე მან ყველას მე ვფიქრობ, არის მე არ ვფიქრობ რომ სახლის ყიდვა დიდი მიზანია ზოგადად ადამიანისთვის ერთგვარი მიზანია საკმაოდ დიდი. საინტერესო იყო იმდენად რამდენადაც მე თვითონ ჩემს თავთან მაქვს რაღაც გამოწვევები რა და რაღაც სანაძლეო ზუდებ ხოლმე ჩემს თავთან და ერთადერთი მაგით იყო ჩემთვის სპორტული ინტერესი იყო როგორც ახლა რაღაცები აქვს მაგრამ მოიცა რაღაც უნდა მეთქვა რაზეც დავიწყე ყველას გვაქვს დამოღამებული ჩვენ თავი რა გვამოტივირებს მე მაგალითად დამოღამებული მაქვს რომ მოკლე დროში დიდი მიზნის დასახვა მომოტივირებს ანუ სინამდვილეში რაღაცა მიზანს რო ვისახავ ახლა შეიძლება მე და მიზანსაც რაღაცა ვისახავ ვიღაცისთვის სასაცილოა მაგრამ არავის არ ვეჯიბრებით რა ერთადერთი ვედრებით ჩვენს წინა ვარიანტს და ვისაც უნდა ვაჯობოთ დღევანდელი ვარიანტია რა ისიც ვაჯობოთ იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ვაჯობოთ რა არა ხო ხტები ზუსტად მე დამოღამებული მაქვს მე რა მომოტივირებს იმენა დიდი მიზანი უნდა დავისახო რომ შემეშინდეს თავარია მე რაც მინდა იყოს რეალური. თუ რეალურია და თუ მიზნად დაისახავ, ესე იგი შეიძლება მიაღწიო და ეგ მეხმარება რომ დიდი მიზანი თავარი იყოს რეალური, დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალური სპრინტით ჩავაჭირო. მაგას ვასწავლი სხვასაც. და როცა ვხედავ ვიღაცას მოკლე პერიოდში ისეთ შედეგები აქვს, როგორიც ჩვენ გაქვს, მიხარია. ოღონდ მიხარიაში ბიჭო არ გულისხმობ მიხარიას. მიხარიაში გულისხმობ მეტირებას. ხანდახან ანიკა რო შემხედავს რომ აცრემლებული ვარ ზუსტად იცის რომ ვკითხულობ ჩემი რომელიღაცა სტუდენტის შედეგს სერიოზულად მაგრამ შეგაწყვეტინე სადაც გადავუხვე რა და სწორედ ამიტომ ხარ შენც ესეთი კარგი მენტორი და წარმატებული რომ შენ ფიქრობ და ზრუნავ სხვის დადებით ემოციებზე და არ ფიქრობ იმაზე რომ თავარი გაგიდო პროდუქტი ანუ ჩემზე მე ვილაპარაკო ჩემზე მელაპარაკე ჩემზე სალაპარაკო დიდი დრო გავაგრძელებ მაშინ უთე ეგეთე ერთ სკოლი იმას ნახავ არ გაიჩიშოს იმიტომ რომ არ გამოჩნდა უბრალოდ ჭიდაგა შვენიერა თავო არისო ხო აბა ხოდა ლაპარაკს ვიწყებთ და ნახე როგორი თემა მოკლედ ეს კურსი აღმოვაჩინე შემხვდა ინტერნეტში საერთოდ არ ვიცნობ გიორგის აზრზე არა ვარ ვინ არის მაგრამ
აშკარად კაი ტიპია და თავის საქმის პროფესიონალია რა. მეთქი უნდა ვენდო. აი ესე უბრალოდ ყველანაირი პირადი ცნობის გარეშე და ყველაფრის გარეშე უნდა ვენდო. ან დავინახე ამ ადამიანში როგორ მივაღწიოთ ჩემ მიზნამდე, რაც მაქვს მიზანი ის რესურსი. ცუდად არ გამიგო გიორგი, მაგრამ რესურსი დავინახე შენი ცოდნის სახით, რასაც მივიღებდი შენგან. რესურსია ყველაფერი. შემდეგ ხდება ესეთი რაღაცა, რომ მოკლედ ვიშოვე ეს ფული, როგორც იქნა. მაგრამ რომ გონია, რომ ეხლა თქო, რომ დავდივარ ამ მანქანით ქალაქში რა და ხამეს რო ვათენებ. ეხლა ეს მასწავლის გზას ცოტა შევიმსუბუქო, მაგრამ მეტი ვიშოვნო რა. და ვთავ კურს და როგორი რაღაცა არის. ეხლა მეუგნება, რომ შენ უნდა დაივიწყო ყველაფერიო. შენი მიზანი თუ გაქო, გაწიო ყველაფერი გვერდზეო და დღე-დაღამე იმუშაო ამ მიზნის სასასრულებლად. თუ შენ გონებაში და ანუ შენ თავში თუ დაკარგე დრო იმისთვისო, რომ იქ ვიქეიპო, აქ ვიქეიპო რაღაცა, იქ წავიდე დაბადების დღეში წამოვიდე და ამ მიზანს ვერ აიხდენო რა. ცოტა ვფიქრდი მეთქი და უჯერო ტიპს თუ არ დაუჯერო. ეხლა რომ ისე ყვები რომ ვიღაცა რომ ისმენდეს ისე რომ კონტექსტი არ ისმოდეს, ეგონება რომ შენ საუბრობ რაღაცაზე რომ მიზანი თუ გაგუნდა დაიწყო ყველაფერი არა, ეგრე არ არის, ნახე, სინამდვილეში რა არის. წეგანაზე საუბრობდით რა ვის რა გვამოტივირებს. მიზნის ქონა, აი, როცა იტყვი რომ მიზანი დავისახეო, ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას. ანუ არჩევანის გაკეთებას არ ნიშნავს. არჩევანი არის რომ ორია და რომელი გინდა აირჩიე, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე ნიშნავს იმას რომ იმდენად ძლიერი უნდა იყოს მიზანი, რომ შენ გადაუწყვიტე. ანუ მე თუ გეუბნები რომ მე გადაუწყვიტე რომ შენ თუ ხარ ქსალე 9-ზე გნახო, ეს ნიშნავს იმას რომ 9-ზე გნახავთ ერთმანეთს, იმიტომ რომ თუ შენც იგივე გადაწყვიტე, ანუ ეს არ არის არჩევანი. ეს არის გადაწყვეტილება. და როცა მიზნისკენ მიდიხარ, მიზნისკენ წასვლა ნიშნავს, რომ აკეთო მხოლოდ ის, რაც მიზანთან გაახლოებს და რაც თავარია, არ აკეთო ის, რაც მიზანს გაშორებს. მაგალითად, იმიტომ რომ რაც არ უნდა კაი საშუალებით მიდიოდნენ მიზნისკენ, თუ აგრძელებ იმის კეთებას, რაც მიზანს გაშორებს, მიზანს ვერ მიაღწევ. მაგალითად, საუკეთესო მალამო მოგეცი დამწვრობის. დამწვარ ხელზე თუ წაისვამ მოგირჩენს. იმ შემთხვევაში თუ ხელს გამოყოფ ცეცხლიდან, იმიტომ რომ რაც არ უნდა კაი მალამო მოგზეთ, თუ ხელი ისევ ცეცხლში გაქვს, ვერ მოასწრებს მორჩენას. მიზნისკენ მიდიხარ ნიშნავს, აკეთებ მხოლოდ იმას, რაც გაახლოებს და არ აკეთებ იმას, რაც გაშორებს. და იმისთვის, რომ მარტივი იყოს მიზნის და ფოკუსის შენარჩუნება, ვარს ამ მოკლე პერიოდში ვარს ამბობ რაღაცებზე, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. მაგალითად, მე რომ რაღაცა პროექტზე ვმუშაობ, ჩემი პატარა ქეთო არის დედაჩემთან, ბებიასთან. იმიტომ რომ მომენატროს მესმოდეს რის ფასად რის რა ფასი აქვს იმ დროს, რომელსაც მე მის გარეშე ვატარებ და ეს ძვირფასი დანაკარგი მოვახმარო ჩემს მიზანს. ეგ არის როცა საუბრობთ იმაზე, რომ როცა მიზანს დაისახავ, ყველაფერი უნდა დაივიღო, ძმაო, უნდა დაივიწყო, როგორ შეიძლება თან უმიზნებდე, თან ხინკალს ჭამდე და თან ფეხით ქაბაბს აბტყელებდე. კარგი შედარება იყო. მოკლედ ამის აღნიშვნა მინდოდა ზუსტად ეხლა რაც ისაუბრა და ეს ყველაფერი რომ მოვისმინე, რაც ეხლა გიომ თქვა რა. იქ მივხვდი რომ კი, ასია და ძალიან ბევრი რაღაცა გავწიე გვერდით და სრული ენერგიით ჩავერთე საქმის კეთებაში. ესე ვთქვი. სწორად, ნაბიჯ, როგორც შენ გაქვს ლამაზად აღწერილი. მაიცა ეს კარგად გავაკეთე, შეიძლება კარგად. ჩავერთე და როგორი მაქვს მიზანი იცი? რომ მოვკვდე, კუდრეთით უნდა ავსდგე და აუცილებლად უნდა მივახცე. ეგ არის მიზანი, ძმაო, ეგ არის მიზანი. ეს თანაც არის ცდუნებები როგორ იცი? ნუ იქ გახვიდე, აქ გახვიდე, ამას პლუს იღლები რა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. მქონია როგორი მომენტები, იცი, აი კულტურულად, რომ სახში რომ მივსულ ვარ, სრული ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რო დაეცემი რა. აი შეხვედი უკვე და ფეხზე ვეღარ დგახარ და ოღონდ იცი რომ 1 საათში
შეკვეთაზე უნდა წახვიდე ისე. თავისთავად იმ შენმა კურსმა მომიტანა ის შედეგი, რომ ჩემი ასე რომ ვთქვათ, შეკვეთები დროთა განმავლობაში გაორმაგდა, გასამაგდა და უკვე ჩავერთე მოქმედებაში. და მიწევს ის, რომ მარტო ვარ, მარტო მუშაობ, მაქსიმალურ დატვირთვას ვაკეთებ და რო იცი რომ შეხვედი და თან ვიყავი თავიდან პარიზიდან 200 კილომეტრში. და როგორ თემა იცი, იქიდან მივიდოდი პარიზში მუშაობდი, მერე მოვდიოდი სახლში და სადღაც მაქსიმუმ 2-3 საათი და მერე მივიდიოდი. ბოლოს უკვე 1 საათი მქონდა რა და ეს აი დამირწყე ეტაკისთვის ხელა მეთქი ხდა რომ მოკვდე, უნდა ახსდგე. ხო, რა. უნდა ახსდგე და უნდა მიაღწიო და ესე ავდგებოდი, წავიდოდი და ისე მუშაობდი. რავი, ძალიან დიდი ხანი ესე გადამულად. რამდენი ხანი? მინიმუმ ალბათ 5-6 თვე ესეთ რეჟიმში. მაგრამ ერთადერთი რამე რაც მაძლიერებდა ეს იყო მიზანი. ჩემი მიზნები, რაც იყო ეს მაძლიერებდა რომ ვიცოდი რომ იქამდე მივიდოდი, მთავარი არ უნდა დავნებებულიყავი და ჩემი დევიზიც ეს არის ყოველთვის რომ მეთქი მიუღწეველი მიზნები არ არსებობს, არსებობენ ადამიანები ვინც ნებდებიან. უბრალოდ არ უნდა დანებდე რა, სხვა არაფერი. ხო, და მთავარი არ შეგეშალოს შესვენება დანებებაში. შეიძლება შეისვენო, რაღაც მიზნისკენ მითხარ, შეიძლება შეისვენო. ეგ არნიშნავს რომ დანებდი, მაგრამ თუ დანებდები, ეგ ნიშნავს იმას, რომ დაჟე ზიზღი გექნება იმ მიუღწეველი მიზნის. მე მაგალითად ფეხბურთი რატომ მეზიზღება? იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვთამაშობდი და აღარ გავაგზელე გაუმჯობესება, მანამ სანამ გავუმჯობესებოდი, ცუდად რო თამაშობდი, მანდ რო გავჩერდი, მეზიზღება ფეხბურთი მე არ გამომდის. შესვენება, კიდევ შესვენებამ არ უნდა მოგადუნოს. ხო. ანუ აი შესვენების მომენტი არ უნდა იყოს მოდუნების მომენტი რა. ხო. და შემდეგ გაგრძელება უკვე წავიდა ესე. რომ ხედავ რომ იმ ნაბიჯებით მივიდე, სწორი ნაბიჯებით კურსში როგორც გქონდა დაგებული, დავისახე მიზნები. მანამდეც ახლა სტრატეგიულად კი მქონდა ეს სულები და გათვლები როგორც სამხედროს, ყოფილ სამხედროს, ვთქვათ, გქონდა გრძელვადიანი, მოკლევადიანი და უახლოესვადიანი თქვათ გეგმები და იგივენაირად მიზნებს ისახავ ხო, წლის, თვის და კვირეების მიზნებად. ბევრ რაღაცაში კი არა, აი ძალიან სწორ გზაზე რომ გავსულიყავი, დამეხმარა ის შენი კურსი. მომცა მიზნისკენ სული საშუალება და მთავარი იყო როგორ გამოვიყენებდი ამას რა. შემდეგ უკვე წავედი იმ ეტაპზე რომ ოკეი, ერთი მანქანა მყავს და მთელ რესურს ხარჯავ ამაში. მაგრამ ანუ ერთმა როგორ უნდა შევძლო ამდენი, ხო? ფიზიკურად ვერ შევძლებ ამას. და აქედან დაიწყო უკვე ის ბევრი რომ დეტალებად აღარ ჩავშალო, რომ ერთ მანქანას მოყვა მეორე ავტომობილი, მოყვა მესამე ავტომობილი, მოყვა უკვე კომპანიის დაფუძნება, მოყვა მთლიანი ბაზრის შესწავლა, შევისწავლე, თუ კი რაიმის ჩატარება შეიძლებოდა პარიზში და გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი ვნახე, ყველაფერი გამოვცადე და შევქმენი უკვე ისეთი ტურები პარიზში, როგორიც არავის არასდროს არ ქონია და ეს შემიძლია თამამად თქვა. სრულყოფილი. როდესაც საქართველოსთან დღესაც ჩემი წასული ტურისტი ჩადის პარიზში, მას უწევს ფიქრი, მხოლოდ რა შეუკეთოს, როდესაც რესტორანში შედის. დანარჩენი მას მზად ხდება ყველაფერი, როგორი სერვისი სჭირდება. ეს ხელისთხოვნის სერვისი იქნება ქალაქის ტურიზმი, ნების ყველაფერი აბსოლუტურად და პლუს ამას სრული სატრანსპორტო მომსახურება 24 შვიდზე, მძღოლგამყოლი რომელიც მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ანუ ყველაფერი აქ აბსოლუტურად შექმნილი რა. მე და ანიკა ამან გამიყვანა ბაზარზე უყურე. მე და ანიკა რო პარიზში ჩამოვედით. ნახე, ხანდახან არის რომ იცი რომ ამ სფეროში შინაური ყავს, მაგრამ არ გამახსენდი რომ მაგითმე არ ვიცი რატო, მაგრამ არ გამახსენდი რომ ან წინასწარ მე თქვა, პრინციპში შეიძლება რომ გამხსენებოდა არ მეთქვა რა. ხო და რო ჩამოვედით აეროპორტში, ბიჭო ძალიან მოწესრიგებული ტიპი შევხვდა რა, ქართულად. ძალიან სწორად გაგვესაუბრა და ნუ შემოგთავაზა მიყვანა სასტუმრომდე რა. და სანამ მანქანაში ჩავჯდებოდით, ანიკას უთხრა რომ მეთქი ტიპს რა მაგარი დამუღამებული აქვს მეთქი რა, საუბარი რა სწორად საუბრობს მეთქი რა. მე ვაქცევ რა ყურადღებას ვინ. და ეს ადამიანი ვინ შემოგთავაზა სხვა იყო, მძღოლი სხვა იყო. და ორივე ადამიანზე ვთქვით რომ ბიჭო რა სხვანაირად კაი ტიპები არიან კომუნიკაციაში.
და შემთხვევით მე აღმოჩნდა რომ თურმე შენს კომპანიასთან მაქვს საქმე. მე შენმა მძღოლმა მიცნო, მე და შენ დამირეკე თუ რაღაც, თორემ მაგრამ ნახე თემა რა არის მესამე მხრიდანაც თვალში საცემი. ჩემო მძღოლმა გითხრა, ხო, რომ ჩვენი კომპანიის დირექტორმა დარეკაო. ხო, რაღაცა ეგ არა, ხო. მაგრამ ნახე თვალში საცემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელზე გითხარი, რომ მეთქი პოტენციალი აქვს და შეუძლია 10 ჯერ მეტის გაყიდვა მეთქი. მაინც ეთყობოდა, რომ ან პოტენციალი ეთყობოდა, და პოტენციალი ეთყობოდა კომუნიკაციაში და გაყიდვებში ნიშნავს გულწრფელობა ეთყობოდა მეტი არაფერი ძმაო. გაყიდვებში არავის არ აინტერესებს შენ ტექნიკა, ტაქტიკა და რაღაც. გულწრფელობაზე დიდი ვალუტა არ არსებობს. იმიტომ რომ თლად რომ $5 მილიონი დაგიდო, თუ ნაღდი არ არის, ფასი არ აქვს, რაც არ უნდა კაი ტიპი ვიყო, თუ ნაღდი არ ვარ, ფასი არ აქვს. ნახე. და ეგ ეთყობოდა ორივეს. ზუსტად ამაზე გეტყვი, რომ გულწრფელობა არის ყველაფერი. ის რომ როგორც უკვე გითხარი, რომ თქვა გავზარდე რესურსი მომსახურების, გავზარდე სტაფის რესურსი და შემდეგ წამოვიდა რა. ოკეი, ბაზარზე ხარ, მაგრამ ამას ჭირდება უკვე იფუნქციონირებო როგორც კომპანია. ამას მოყვა კომპანიის დაფუძნება და ამას მოყვა უკვე უშუალოდ ქართულ კომპანიებთან პარტნიორობის დონეზე და აი ზუსტად ამაზე მინდა გიო თქვა რომ მე სადაც არ უნდა ვიყო, არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც მენდენ დღემდე მენდობიან და სწორად ერთმანეთთან და პასუხისგებლობით პარტნიორობთ და რა ტიპის კომპანიებზე? ტურისტული კომპანიები, რომელთანაც პარტნიორობა მაქვს და მე სერვისს უწევ პარიზში. ესე იგი მომხმარებლებს თვითონ გიგზავნიან და შენ იქ პროდუქტს სერვისს აწვდი. კი. ბევრია ესეთ კომპანია? საკმაოდ. შემიძლია ვთქვა რომ 10-ობით. ვინც ახლა ფიქრობს, ვინც დაუკავშირდეს პარიზში სანდოს ან სხვა ქვეყანაში, როგორ უნდა გიპოვოს? ნებისმიერ სოციალურ ქსელში მოიწია მიკროფონში. ნებისმიერ სოციალურ ქსელში აქაც კი აღნიშნულ რომ გიორგი პარიზი თუ არ გიორგი პარიზი რო ჩაწეროს 2 რთი ეს განმასხვავებელი არის 2 რთი. მოკლედ ყველა ნახულობს და საქართველოში მე მგონი უმრავლესობა მკიცის უკვე ჩემს შესახებ, თვითონ კომპანიის შესახებ. თავიდან როგორც ერთი კიცი საკუთარი ფეისით შექმნილი ბრენდი და ხო ყველა დღეს უკვე კომპანია ვართ არაერთი მომსახურე პერსონალი და ესენი დატრენინგებულები არიან სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო რომ თვითონ ჩვენ ძღოლს აქვს ტრენინგი გავლილი აბსოლუტურად ყველაფერზე მომსახურების სფეროზე, უსაფრთხოებაზე ყველა მართლობით ამაზე ფნერას უზამს თუ ბუნებამ სარუშველო ხო იცი შენ ისედაც არ უნდა და არაფრის გავლა ისედაც იყვნენ თავაზიანი ტიპი. შეიძლება მე უკვე დატრენინგებულები ვნახე, მაგრამ ალბერტს მოო არაფერი ტრენინგი არ ჭირდება. ალბერტის არასდროს არ ჭირდება ტრენინგი და არც ჩატარებული ალბერტისთან. ალბერტი არის საუკეთესო, მართლა აღნიშნავ ამას და ყველა საუკეთესოები არიან. თვითონ თვალების შერჩევის კრიტერიუმი ჩვენთან ალბერტი პარტნიორია კომპანიის და ვიტყვი რომ ერთ-ერთი თანაფლობელი ჩემ გვერდით მარჯვენა მხარს მიმაგრებს ესე რომ თქვა თვითონ ძღოლების შერჩევის პროცესი არის ჩვენთან ურთულესი. ну პრინციპში რა კრიტერიუმები გაქვს? ანუ ქართველი უნდა იყოს უეჭველი თუ რა გულისხმობ? თუ მხოლოდ ქართველობა არა მხოლოდ ქართველობა არ კმარა. ანუ მაგრამ ქართველობა აუცილებელია? იმიტომ რომ ქართულ ტურებზე აუცილებელი არ არის, ეს მოთხოვნა არ არის. ჩვენ არ ვასხოვებთ განურჩევლად სქესისა, ერისა, სარწმუნოებისა. ყველანაირთან არ აქვს პრობლემა, უბრალოდ არის რა. პირველი ჩემთვის კიდევ ერთხელ იმეორებ, როგორც სამხედროსთვის დისციპლინა არის ყველაფერი. დისციპლინის გარეშე აი შანსი ნულია, რომ ადამიანთან რამე დონეზე ვიურთიერთობ. ანუ დისციპლინა, ენა 2-3 ენა მოითხოვება რომ უნდა ფლობდეს კომუნიკაციის უნარი, ძირითადი ფრანგული, ქართული და სასურველია ინგლისური და რუსულიც თუ იცი რაღაც დონეზე, მაგრამ არასავალდებელია. დაეხმარება, ხო? კი. მე პარიზში ვნახე რეკლამები რუსულ ენაზე, კაფის და სასმელოს წარწერები რუსულად. კი, რამოდენიმე არის, მაგრამ არა აქტიურად თვითონ აქვთ, ისე როგორც უკრაინელებს. მოკლედ ეს მოთხოვნებია რომ დისციპლინა, მოწესრიგებლობა, კომუნიკაციის უნარი და
ის რომ არის წესები, უფლებამოვალეობები, რაზეც მორჩილება კარგი გაგებით, რომ საქმე სტაბილურად იყოს, მოეთხოვება ყველას. არის რიგი საკითხები, გათ რაზეც კომუნიკაცია შეუძლიათ მომხმარებელთან და თქვათ უფლება არ აქვთ რომ რაღაცებზე ისაუბრონ რა. პირობითად რო ავიღოთ. პოლიტიკაზე ზოგადად შეიძლება იყოს საუბარი მომხმარებელთან, მაგრამ ყველას აქვს თავის განსხვავებული აზრი და არ შეიძლება ვინმე იმას მოახვიოს. ნეგატიურ თემებზე საუბარი ყოველთვის უნდა იყოს, ანუ პოზიტიური ადამიანები არის პოზიტიურია რა, ხო ვითომ წლუმანია, მაგრამ მნიშვნელოვანია. 2 საათი რომ გზავრობ ზოლთან ერთად, ხო? აქ კომუნიკაცია დგება ხო რაღაც დონეზე საუბრობთ, ხო? წარმოიდგინე ნეგატიური მძღოლი, რომელიც გიყვება, რამდენი აქვს სიტყვაზე, ანუ ქონდა რომ წამოვიდა საქართველოსდან ვალი TBC ბანკში. არ მაინტერესებს, ხვდები? ხო. ეხლა შენ სტრესებზე მესაუბრები, რომ ეს გადავიტანე, ის გადავიტანე, არ მაინტერესებს, მოდივარ დასასვენებლად რა. აი, უნდა განვიტო, სიყვარულის ქალაქში მოვიდა, სიყვარული. ნახე, მაგის თქმა რომ გინდოდეს, მაგის თქმა შეიძლება ისე რომ ნეგატივი არ იყოს. ხო ხვდები რომ საქართველოსდან მოვდიოდი ვალებით სავსე, პარიზი ისეთი ქალაქია, რომ აქ რას მესამე ბინას ვყიდულობ. ნახე მაგრამ ხო გააჩინა საჩერდები, ნახე ინფორმაცია კაი ან ცუდი არის იმის მიხედვით, მის რომელ ნაწილზე ჩერდები, ხო ხვდები სადამდეც გააგრძელებ. სადაც თუ გააგრძელებ მომენტია, იცი? მაგრამ ერთ-ერთ ტურს ვატარებთ და ყველა დადებითი მოხდით, ყველა ნასიამოვნები რომ ამ სიყვარულის მართლა პარიზში ხო იყავი და რაღაც სხვა გაწყობა რა, სხვა განცდა პარიზი ხელოვნების ქალაქია, კი იცი. და ერთ-ერთი მოხმარებელი ვერაფრით ამ დღეების განმავლობაში ვერ გავაღიმეთ და ცუდ ხასიათზე და ბოლოს რომ მიდის, ესეთ რაღაცას გეუბნება რა. ერთ-ერთი მოგზაური. ეს ქართულად თან რა, ჯიგრულად თან ეს ხალი რა. სიყვარულის ქალაქი არა, ჯანდაბა. მუცელში პეპლები აგიფრიალდებაო, ერთ პეპელა ვიგზენდა, ერთ ვერაფერია. და ოღონდ უყურე ახლა რა ხდება. მთელი ამ ტურის განმავლობაში ეს ქალბატონი საუბრობს რაზე. რომ ამოწყდა ეს ბანკი, ამოწყდა ეს ბანკი, ამდენს შეხდი, იმდენს შეხდი, ჩემი შვილი ამოდაკეთებს ეს. ანუ ნახე, მთელი ნეგატივით არის თავიდანვე განწყობილი, ანუ საკუთარ თავს სტრესავს. ანუ ყველაფერი არის ჩვენ განწყობებზე. ანუ როგორც განვეწყობთ შინაგანად, ისე ვიქნებით. და თუ საკუთარ თავს უქმნის სტრესს, სიყვარულის ქალაქში კი არა, სადაც უნდა დავიდეთ. ბაზარია რა. ვერ დავისვენებთ, მაინც სტრესში ვიქნებით, ხო? ასე რომ, რა ვიცი. ვის იყო საინტერესო, რომ Facebook-ზე ვნახე შენი რაღაც ახალი გაფართოებები და მიმართულებები. ეგეც უთხრათ ხალხს, რომ მარტო პარიზში არ უნდა გქონდეს შენი იმედი. გიორგი პარიზთან ერთად მოკლედ დავაფუძნე მეორე კომპანია. დავაფუძნე ეს არის. ამდენი კომპანიის დაფუძნება რა სპორტია, ერთი კომპანია. კაი. ნახე როგორ არის მოკლედ გიორგი პარიზი არის კონკრეტულად პარიზის მიმართულებაზე, ემსახურება მხოლოდ პარიზს და თუნდაც კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით გვაქვს კონკრეტული კომპანიიდან მომსახურება და თავის მხრივ ზუსტად რომ თქვი რომ არის რაღაცეები, რაც შიდა სამზარეულო სხვანაირად ლაგდება იქ მძღოლების მომსახურების კუთხით. კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტულ მიმართულებას ემსახურება. ვერაფერი ვერ გავიგე. არა უშავს, მე რა გაგე. კაი. მე ვერ გავიგე, თურმე არ მეუბნებათ მესა. ხო, ნახე როგორ არის, სამხედროებმა მარტო დისციპლინა კი არის, იციან ისე ლაპარაკი, რომ არაფერს არ გეუბნება. თან გეუბნები და თან არ გეუბნები. პოლიტიკაზე ხო. ხო. ხო და მიმართულებები რაც არის, დავამატეთ არაერთი მიმართულება. ოღონდ რა თქმა უნდა განსხვავებული არის სრულიად ჩვენ რომელიმე ერთი მიხარე არაერთი მიმართულება. ეს არის ასე იგი დუბაი, არის მალდივები, არის მონაკო, არის შვეიცარია, იტალია. მონაკო? ხო. ეხლა შვეიცარიაში და მე მონაკოში. აი მე ეხლა შემიძლია ზუსტად რომ შემოგცავაზო 3 ერთში. მესამე რა არის? იტალია, შვეიცარია და მონაკო. ეს კაია. სრული საავტომობილო მომსახურებით, სრულიად განსხვავებული ადგილებით. აი კაია. ალბერტისნაირი კაცი ყავს იქეთ. ალბერტისნაირი მეორე არ არის, მაგრამ არანაკლებები. აჰა, გასაგები. ძალიან კაი.
ძალიან კაია. ასე რომ ეხლა ფართოვდებით კიდევ არის ბევრი რაღაცეები, რასაც ჯერ არ ვიტყვი, მაგრამ მალე გვექნება სიახლეები, სრულიად განსხვავებული და ინოვაციური, რომელიც ჯერ ქართულ ბაზარზე არ ყოფილა. ჯერ ქენი და მე თქვი. ამ ყველაფერს რო შემოვიტანთ უკვე მე გვექნება ამაზე საუბარი. კაი ბატონო. ძალიან კაი ძმო, ძალიან კაი. всё, გავთიშავმე და დანარჩენს მე. მადლობა, მინდა კიდევ ერთხელ გითხრა შენ, რომ ის თუ დღეს სადაც ვარ და როგორც ვარ, ის სტარტი, ის ამბავი, რომ თითქმის არასულ ერთ წელში დაიდო ის შედეგები, რომელიც თითქმის, რა ვიცი, არავის არ ჯერა როგორ იყო ამ მოკლე დროში ამ ხელა შედეგები დადებულიყო. თავი გასაღები ეგ არის. მოკლე დროში შეიძლება დიდი შედეგის დადება, იმიტომ თქვი და გეტყვი. ეს არის შენ დამსახურება ისევე როგორც იმ ადამიანების, რომლებიც უკვე შემდგომში გამომიცხადეს ნდობა, დამიდგენ გვერდში, მანახეს სწორი გზა. ეს არიან ადამიანები გარშემო, თუნდაც ალბერტიზებს საუბრობდით, რამდენს ნიშნავს სწორი ადამიანი სრული გვერდში დგომა მაქვს და ბევრ რამეში ხარო ჩამოთავ ძალიან ბევრი ისევე როგორც კომპანიებზე რო თქვი, ტურისტულ კომპანიებზე. ტურისტულ კომპანიებად ნახე რომ ვიძახი ტურისტულ კომპანიებს, მათ უკან არიან ადამიანები, ფუძნებლები, რომლებიც მართლა უმაგრესი ადამიანები არიან და საერთოდ ჩამოთვლად არც იმათ არ დავიწყებ. აი, არ ვიცი, გიო რადონის გვერდში დგომა მივიღე რა. იმ დროს ისევე როგორც დღეს, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. და კიდევაც ვიძახი ხოლმე ღიად არმალა ეხლაც ხო მე ტურიზმის სექტორში ვიზრდები და ვიზრდები ამ ადამიანების ხელში. ანუ ისწავლი საქმე როგორ აკეთო და მიზნამდე როგორ წახვიდე, მაგრამ გჭირდება ადამიანები კიდე ვინც კონკრეტულ საქმეში არიან და იციან ეს ამ საქმეში რა როგორ ხდება, ხო? რაც შენ გიმარტივებს ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თვითონ თქვენთაგანს, რომლებიც დღემდე გვენდობით, გვერდში გვიდგახართ და იმ მოხმარებლებს, ვინც აქამდე უკვე ჩვენ მოგზაურებს, ჩვენ ტურისტებს გამოიყენეთ ჩვენი სერვისი, გვენდეთ და მომავალში ვინც იქნებით, გვიდებით როგორც ყოველთვის დავუწყებთ მოგზაურობას. ძალიან კაები ხართ, მართლა ძალიან კაები ხართ, ხვდები. ნახე მე არ ვამბობ რომ ძალიან კაი ხარ, იმიტომ რომ სხვასთან არ მქონია შეხება. შეიძლება სხვასთან პარიზში არ მქონია შეხება, მაგრამ ცუდი სერვისი ვიცი რა არის, ცუდი ტურიც ვიცი, ცუდი ტურისტულიც ვიცი და ცუდი მოგზაურობაც ვიცი რა არის. ხო, ძალიან კაები ხარ ძმაო, ძალიან. ასე რომ წარმატებები მაგნები ხართ რა. მადლობა გიო. წეგნა მოვდი კაი რაღაცას რა, ბევრისთვის იქნება საინტერესო. რომ მოკლე დროში რაც დიდი შედეგები ახსენე რა. სინამდვილეში შედეგის სიდიდის და ზოგადად ზომის გამზომველი არ არის თავად შედეგის ზომა. გამზომველი არის დრო. მოკლე დროში დიდი შედეგის დადება იმიტოა. დიდი შედეგი რომ მოკლე დროში იდება. ახლა რატომ ამბობ ამას, ნახე? ჩემთვის ხო ხდება ყველა თემა მიდის გაყიდვამდე და მიდის გაყიდვამდე ნიშნავს იმას, რომ დრო არის ყველაზე ძვირფასი რაღაცა, რასაც თითოეული ჩვენგანი ვყიდით სინამდვილეში. ნახე, ვიღაცას რო გონია რომ ახლა გიორგი პარიზს უსმენს როგორც ბიზნესის მფლობელს და თვითონ სადღაც მუშაობს დაქირავებულ თანამშრომლად, სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ვყიდით ჩვენს დროს. უბრალოდ ზოგისთვის საკუთარი კომპანიის დაარსება და რაღაცის კეთება არის საშუალება თავისივე დროის გაყიდვის, ზოგი სხვასთან მუშაობს და ასე შემდეგ. თავი ნახე რა არის. ახლა ორი ტიპი რო დაგანახო და გითხრა რომ აი ორივეს მილიონი აქვს ნაშოვნი. რომელია მდიდარი? რომელსაც ნაშოვნი აქვს მალე. თორე შეიძლება 1 წელიწადში აქვს ნაშოვნი, მეორეს 40 წელიწადში. თლად 2500 ლარი ქონდეს ტიპს ხელფასი. 40 წელიწადში მილიონს იშოვის, მაგრამ დიდრად ჩაითვლება თუ არა, დამოკიდებულია რამდენ ხანში იშოვა. იმიტომ რომ სიმდიდრე დროით იზომება. ყველანაირი შედეგი დროით იზომება. ეგ არის მთავარი. ყველანაირი შედეგი იზომება დროით, ნიშნავს იმას, რომ თუ გინდა გქონდეს მეტი, უბრალოდ რაც მუშაობს სწრაფად უნდა აკეთო. და თუ გინდა დროში სწრაფად მიაღწიო, სწორად უნდა აკეთო. სწორად უნდა აკეთო, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდე, შეიძლება სწორს აკეთებდე, მაგრამ სწრაფად თუ არ აკეთებ. ნახე, ერთადერთი სწრაფი გზა რომ ფული შოვა არის სწრაფად
შექმნა ღირებულებები და სწრაფად მიაწოდო ადამიანებს. წეგან რასაც მე და შენ ვიდეოს წერით. ან ეხლა ვინც არის ის რა ვიდეოს გულისხმობ, თუნდაც რა გიორგის რომელიმე თანამშრომელთან როცა გექნება შეხება, აღმოაჩენ რომ თუნდაც მძღოლად მოგაკითხოს, ნიშნავს იმას, რომ დაცვაც გყავს. დახმარება დაგჭირება ეგეც გყავს, ინტერნეტი ამოგეწურება, ინტერნეტიც გაქვს, რაღაცა დაგჭირება, ფულის გადახურდავება ეგეც გაქვს. ანუ ერთი ადამიანი, რომელიც ერთ შეხედვით რომ მოვა უბრალოდ მძღოლია, აღმოაჩენო ყველა ღირებულებას ატარებს, რაც შეიძლება პერიფერულად ან პირდაპირ დაგჭირდეს. ვითომ წრულმანია, მაგრამ ეგ ქმნის ღირებულებას, ეგეთ ღირებულებებზე დგას კომპანიები და ადამიანების და კომპანიების მიმართ ნდობა. მაგით არ მიკვირს, რომ ყველა გიორგი პარიზ გაიზახის, ვისაც საფრანგეთი შეიძლება უხსენო. სასიამოვნოა მიხარია და მოკლედ როგორც გიორგი თქვა ზუსტად რამოდენიმე ალბათ საათია ავზივართ რაღაც კონკრეტულ თემებს განვიხილავდით. აი ახლა რომელი საათია ხო? ამის 3-ია რა სამს უკლია 10 წუთი თითქმის 3-ია უკვე. ახლა ვზივართ და ეს ექსპროტად ყველანაირი დაგეგმვის გარეშე აბსოლუტურად ყველა დაგეგმვის გარეშე საუბრობდით და უბრალოდ იმდენად სასიამოვნოა გიორგისთან საუბარი რომ მინდოდა რომ კამერა ჩამერთო და ბარემ მიკროფონები დამეერთებია და პირველი პოდკასტიც გამოგვივიდა. ეგეთი ამბავი. ისურვე წარმატებები ძმო. ბევრი წარმატება შენ ბევრი. წინსვლა და წარმატება კი იცი როგორ უნდა იარო წინ. რა და ბევრი წარმატება შენ მე და ყველა ჩვენ მოკლედ ეს იქნება მოგზაური კურს შეიძენს ცხოვრებაში მიზან დასახულ ადამიანს. ეს ეგარი. თავარი არის ის რომ სწორ დროს, როდესაც სწორ ადგილას მოხვდებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბაზარი არა. მეტი არაფერი. ხო, რამდენჯერ ყოფილი რომ ერთი და იგივე ადგილას ორი ტიპია, ერთი წარმატებას ახსევს, მეორე არა. Просто ერთი სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს სწორ დროს, სწორ დროს შეიძლება ყველა ვიყო. ეგა რამდენისგან მოგვისმენია ბებია ბაბუებიდან თუ მშობლებიდან, რომ აი ამდენი შესაძლებლობა მქონდა მე რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ეხლა ესე უნდა ყოფილიყავი. ანუ ნახე იმ დროს კარგ ადგილას იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ძალიან ხშირად ადამიანები იმიტომ ვერ ამჩნევენ რომ სწორ დროში არიან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ არიან მზად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. გონიათ რომ სწორი დრო ან მოვა ან არა. სინამდვილე ის არის რომ სწორი დრო უეჭველი მოვა. თითოეულ ჩვენგანისთვის სწორი დრო ძალიან ყოველდღიურად სწორი დრო მოდის. შიშები აწუხებთ, შიშები და ეს ყოველდღიურად სწორი დრო მოდის, უბრალოდ ყოველდღურად არ გვესმის როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები სულ ეგ არის. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ერთმა გადაწყვეტილებამ შემოაბრუნოს ჩვენი ცხოვრება რადიკალურად. კარგისკენაც და ცუდისკენაც. კი, ეს ერთი წუთის გადაწყვეტილება ცვლის მთელ ჩვენ ცხოვრებას. ზუსტად იმ ერთი წუთი შეიძლება წამის გადაწყვეტილება შესვალოს მთელი ჩვენი ცხოვრების რაკურსი და წაიყვანოს სხვა მხრივ. როგორც უკვე თქვი, აი იმ ღამის 3 თუ 4 წუთები იყო. აი ეს დრო იყო სადღაც ხო პარიზის დროით. რომ აი ეს ვიდეო შემოხდა, მივიღე გადაწყვეტილება და მივიღე რომ უფრო და უფრო შორს წავსულიყავი. და მეტი წინსული. დიდი სურვილი აქვს რომ მადლიერება გამოხატოს ჩემს მიმართ, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოდ ვატარებ ხოლმე დროს და იმდენჯერ ახსენა ჩემი კურსი, მე თვითონ არ მიხსენებია, მე მიხარია შენ ეგეთ დავიჭლება, მაგრამ ეს ოციდობ მოხიდო. მე ზუსტად ვიცი რომ ვიღაცებს გიგონებათ რომ ალბათ მე ვთხოვე, მაგრამ არა პირიქით მართლა გულწრფელად ვიტყვი, როგორც ყოველთვის ღია ვარ და პირდაპირ ვიძახი. ყოველთვის რა ვიცი, ვინც მისდობს იცის რომ ღიად ვესაუბრები და პირდაპირ ვიძახი. როდესაც ამ ისტორიებს ვიხსენებდით და ყვებოდით რა როგორანაირად სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, მე და გიორგი ვუთხარი რომ მოდ დავჯდეთ და მიკროფონთან ვისაუბროთ. და გიორგი ეს პირველი პოდკასტი ზუსტად გააკეთა. გახსოვს რამდენი ჩემთან ერთად. რამდენი ხნის წინ მივიდა? რავი, ალბათ 1-2 თვე არის მართლა. გულწრფელად 2 თვე მინიმუმ რომ ვეუბნები რომ ეს რადებს საუბრობთ. მოდი დავჯდეთ და მიკროფონთან ვისაუბროთ. გულწრფელად ხალხს დავანახოთ რეალობა და სინამდვილე. ეს 2 თვე რაც აქ ვარ და აქ გეუბნები. ქართულ მანამდე სანამ ჩამოხენ მანამდე პარიზიდან კი. ხო. ეგეთი ამბობ. დროებით ხალხო მოკლედ დროებით
გიორგი პარრის ნახავთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, ნახეთ ბევრ კაი საქმეებს აკეთებს, ნიშნავს იმას, რომ კაი საქმეებს აკეთებს სხვისთვის, ანუ შეიძლება შენთვისაც, ასე რომ არ დაკარგოთ ეს კაცი. ასე რომ შემდეგი შენ ხარ. გელოდები.